აი ხშირად ბოდიში, ანუ ხშირად მე თვითონაც მქონია და მინახავს კიდეც რომ ბავშვები უბრალოდ აი დაბლაწვებიან და ფეხებს აბრახუნებენ და ნუ ეს საერთოდ კატასტროფაა ხოლმე საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ეს საერთოდ არაფერი არ უსწავლებიათ ოჯახში ბავშვისთვის, ანუ თუნდაც ძალიან პატარა იყოს ბავშვი და ჯერ ვერაფერს ასწავლე. ჩვენ როგორ მოვიქცეთ ამ დროს? ამ დროს საზოგადოებისგან ყველაზე კარგი, სწორი და ეს მშობლის მხარდამჭერი ქცევა არის რომ გაერიდოს სიტუაციას, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი ესე იქცევა მშობელს ისედაც აი ძალიან დიდი სტრესი აქვს ამ დროს. ემოციურადაც, ფიზიკურადაც, ანუ შეიძლება რა ვიცი, კანკალებდეს, გაწიწლდეს, ვერაფერს ვერ აკეთებს. თვითონაც კარგად იცის მისი შვილის ქცევა იმ წუთში, რომ მასაც ზიანს აყენებს. თვითონ მშობელსაც და საზოგადოებასაც შეიძლება, მაგრამ თუ კიდე დამატებით იქ ადამიანები აღმოჩნდებიან, ვინც ესე რომ ვთქვათ, ანამუსებენ, ამონათებენ, რომ აი შენ ცუდი მშობელი ხარ, ბავშვი ვერ გაგიზდია, წარმოიდგინეთ როგორ ანუ უარყოფითად მოქმედებს იმ დროს ბავშვზეც და მშობელზეც.